საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დიდად არ შეგაწყენთ თავს, მით უმეტეს რომ დღეს საღამოს ჩემი YouTube-ის არხზე მექნება ტრანსლაცია, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნა და ტექნიკურმა ხარვეზებმა ხელი არ შეგვიშალა. ბატონ შალვა მაღრაძესთან და ვცლად მრავალ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ამ საღამოს ვისაუბრებთ YouTube-ის ტრანსლაციაში, მაგრამ მანამდე არ შემეძლო, ახლა არ მოვხმაურებოდი დღევანდელ მოხვედრილ ამბავს, რომელიც ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუ პოლიტიკა ქვია ამ ყველაფერს, ამ ბუნაკს, ამ ბორდელს. და მინდა ჩემ აუდიტორიას უთხრა, გახსოვთ რას გეუბნებოდით? ხო გახსოვთ, ვინც ჩემი გვერდის მაყურებელი არის და აქტიურად ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს. ერთი წლის წინ, როდესაც არჩევნები ჩატარდა და არჩევნების პირველ ღამეს, ასე რომ ვთქვათ, ყველა ძალიან ბედნიერი იყო, ყველა მოგებას აცხადებდა, ყველა გამარჯვებას აცხადებდა და მე უცებ დირექტივა რომ მიიღეს და ყველა ბოიკოტის რეჟიმზე რომ გადავიდა და ჩვენ არავინ პარლამენტში არ შევალთ და გახსოვს მაშინ რა გითხარით? მაშინ გითხარით რომ დადგება დრო და ზუსტად არ ვიცი როდის თქვა, მაგრამ ესენი ახლა ძალიან რო წივიან და კივიან შერიხინებიან პარლამენტში თქო და პირველი ვინ შევა ეს იქნება გახარია თქო. იმიტომ რომ გახარია მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთებს თვალთხარია და უბედური და ჰაი და ჰუი და ეს უძახებიათ ბიძინა ივანიშვილის ყოველთვის გამპრავებელი და ყოველთვის საიმედო პროექტია. ახლა ასე ახლა გამოვიდეს ვინც გინდა და მითხრას რომ ეს ასე არ იყო, ეს ასე არა, ამ ყველაფერს სხვა მიზეზები აქვს და ასე ისე. ყველაფერი არის ზუსტად ისე როგორც გეუბნებოდით. ესენი არიან ჩვეულებრივი კიკუები, ამათი არ არსებობს არანაირი ღირსება, არანაირი თავმოყარეობა, არანაირი პრინციპები, არანაირი იდეოლოგია და აქედან გამომდინარე ვინც იხდის ფულს, ის აძლევს შეკვეთას, ამიტომ როდესაც საჭიროა ისინი ისე მოიქცევიან, როგორც მოიქცევიან. ეს ერთი წელი იყო საჭირო ზუსტად იმ მოვლენებისთვის, რა მოვლენებიც განხორციელდა საქართველოში. კოცებს შეენარჩუნებიათ თავისი სახე, ყოლოდათ იქ თავისი ტროასცხენი და როდესაც უკვე დასავლეთიც დარწმუნდა, ყველა დარწმუნდა, რომ მიუხედავად მათი გატარებული პოლიტიკისა, საქართველოში რეალური ძალთა ბალანსი არ შეიცვლება და ივანიშვილი დარჩება მაინც საქართველოში ისე როგორც იყო და იძულებული გახდება დასავლეთი რომ ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან, მაშინ დაუბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს და ზუსტად აი ასეც მოხდა. გაიწვიეს გერმანიის ელჩი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს საქართველოში, იმიტომ რომ ვერ შეასრულა იმან თავისი მისია, განსხვავებით მოლდოვისგან, სადაც რომელიც საფრანგეთის პასუხისმგებლობა იყო, აქ მეტი ზეწოლა იყო და მეტი ის იყო, მაგრამ საქართველოს იმდენი უბედურება გაიარა, აქ ვერ ხერხდება ის, რაც ხდებოდა მაგალითად 10 წლის წინ, თუნდაც 5 წლის წინ რა ხდებოდა და აქედან გამომდინარე გაიწვიეს გერმანიის ელჩი კონსულტაციებზე, არაა გამორიცხული რომ შეიძლება საერთოდ შეცვალონ და სხვა ელჩი მოიყვანონ, იმიტომ რომ ადამიანები მოდიან ქვეყნებს შორის ურთიერთობა რჩება და უცებ გერმანიაში ემიგრირებულმა პოლიტიკურმა დევნილად გასახებულმა გახარიამ გამოაცხადა რომ ის შედის პარლამენტში, რომ მას და მის პარტიას მიაჩნია რომ ერთი წელი ეს იყო თურმე შეცდომა და თურმე მათ უნდა მიეღოთ მონაწილეობა თავის დროზე არჩევნებშიც და არჩევნების გარდა ასევე უნდა შესულიყვნენ პარლამენტში, იმიტომ რომ თურმე ხალხმა მანდატი მიანიჭა და თურმე ხალხზე დარდობენ და თურმე ხალხის იმაში იყვნენ. ხალხი რო ამათ ადარდებდეთ, ამათ როგორც ხალხი ადარდებთ, ისე გაუთენდეთ ხვალინდელი დილა ყველა ამ ნაძირალას და ნაბოზვარს. მაინც რო კითხო, ესე იგი ხალხი თურმე ყველა ამ ჩათლახს ირჩევს, მაგრამ საქმე რაშია იცით? ეს იმდენად უკვე ძლიერი და ესეთი დამპალი სისტემა არის საქართველოში შექმნილი,
ამას ვერც დასავლეთიდან, ვერც აღმოსავლეთიდან, ვერც ჩრდილოეთიდან, ვერც სამხრეთიდან ვერავინ ვერ შეცვლის, თუ არ იქნა თვითონ შიგნიდან სისტემის ღალატი და რეალური ღალატი და სისტემის დანგრევა. ეს იყო დამუშავებული გეგმა ბიძინა ივანიშვილის და ის ბლეფი, რომ ეს არის მოღალატე, ეს არის თურმე ნაძირალა, ეს ხალხს, დებილ ხალხს, გამოკლევებულ ხალხს, რო კითხო, რომ ტელევიზორის ჯერად, ტელევიზორის გავრცელებული ინფორმაციის იმის ტვინი რო არა აქვს, რომ ელემენტარულად, როდესაც რაღაცა არის უფასო აი კაპიტალისტურ ლიბერალურ ცხოვრებაში, ესე იგი ამ შემთხვევაში შენ ხარ მისი ობიექტი და შენ ხარ მისი მოსახმარი ობიექტი და ამიტომ არის ის უფასო. და სანამ ინფორმაცია შენამდე მოვა და სანამ ინფორმაციას შენ მიიღებ, ის გაივლის 18-20 შრეს, მოერგება შენ გონებას და იქნება ტირაჟირებული უფასოდ ტელევიზორში და ამ რეგვენ ხალხს ტელევიზორში რაც ხდებოდა, ღალატი იქნებოდა თუ ესე რა ქვია, დაპირისპირება იქნება თუ რა იქნება, ყველაფერი მართალი გონია. აი შედეგი არის ჩვეულებრივად 2x2 4, ესენი არიან პოლიტიკური კიკუები, რომელმა კიკუებმაც თავისი საქმე გააკეთეს და თავის გაკეთებულ საქმეში ახლა დაუბრუნდებიან და გემრიელად აიღებენ ხელფასებსაც, გემრიელად იქნებათ იმუნიტეტი და გაგრძელდება ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ცხოვრება. აი, ეს არის ქართული ეგრეთ წოდებული პოლიტიკის რეალობა. კი ბატონო, მსახიობები არიან ლევან, მსახიობები არიან, საერთოდ ერთი მხარე იქნება თუ მეორე მხარე იქნება, ყველას აქვს თავისი წვლილი ამ ბინძურ კონცერტში. აი, ელემენტარული აიღეთ, ხო? ეს გუშინ ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ რა ვიცი, ეს მთელი კოცუნიები თურმე ვიღაც ნაცებს თურმე თანამდებობა უნდა იმას უკნან შეუზღუდონ, ვინც ნაცების დროს ამ ხელა თანამდებობაზე იყო და ნაცების გენერალი ქალი, რომელიც კოცების საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, მოულოდნელად დაწერა პატაკი და წავიდა. იმიტომ რომ თუნდაც ფორმალურად მიღებული ის კანონი, ახლა რამდენი ნაცი დარჩება იქ, ცალკე საკითხავია, მაგრამ თუნდაც ფორმალურად მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს ამ თანამდებობაზე, მაღალ თანამდებობაზე იმდროინდელი რეჟიმის წარმომადგენლების დანიშვნას ძალიან არ ეთავსებოდა, რომ გენერალი ნაცი ქალი ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. ხო და იმანაც ადგა და გადადგა, წავიდა. გახარიამაც ვითომ ეს ყველაფერი ისე ლამაზად დააწყო სისტემამ, რომ ხვალ ზეგ შეიძლება გახარიას ესა რა ქვია, ეს კარგად რო შენიღბულიყო, შეიძლება გახარიას პარტია გაუქმონ და აი, ამიტომ გახარია შევა იმაში რა ქვია, პარლამენტში და შეიყვანს მის ნაბოზრებს, მის ჩათლახებს. ნორმალური ადამიანი გახარიასთან როგორ უნდა იყო და ნორმალური ადამიანი გახარიას თანამებრძოლი როგორ უნდა იყო. მაგრამ ახლა იქ რა ბოზების დოღი არის, ახლა ხო კარგად ვიცით ის მეზრიშვილები და ისინი ძუკნაკალებით რო ყავს გავსებული ბაია პატარაიას სადაქალო შინაგან საქმეთა სამინისტროს ისინი რო იყვნენ ჩათლახები, რიხი შერიხინდებიან იქ. გაგრძელდება მე ერთმანეთის ლანძღვა, შენ მოღალატე, შეასეთო, შეისეთო და მე ეთყობა მოიწყიდეს საერთოდ. ესეთი წესი არის, რომ თუ გინდა პარლამენტარების რეალური სახე დაინახო, უნდა ჩახვიდე პარლამენტის ბუფეტში. ბუფეტში უნდა ჩახვიდე და იქ უნდა ნახო ეგრეთ წოდებული პარლამენტარები ზევით ერთმანეთს დედას რო აგინებენ და მოღალატეს რო უძახიან, ქვემოთ ბუფეტში როგორ ასწრებენ ერთმანეთს გადახდას საჭმლისას. და ეთყობა მოიწყინეს ახლა კოცებმა იქ მარტო ბუფეტში და ჩავლიან და გემრიელად დაჯდებიან და გააგრძელებენ სვაჭამას. თქვენ კიდე გამოდით და ირბინეთ და ხოცეთ ერთმანეთი. გინდა ქუჩაში, გინდა ფეისბუქზე, გინდა ოჯახში, გახარია მიხარია, ბიძინა გადასარევია, ეს არის. აი ესეთი სამარცხვინო საზოგადოება ჩამოყალიბდა საქართველოში და ამიტომ არის ის შედეგი, რა შედეგიც არის. არ იმსახურებს ეს საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, უკეთესობას. ესენი არიან უნაძირლესი ადამიანები, რომლებიც ფულის გამო და სკამის გამო და თანამდებობის გამო აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები არიან. გუშინ რომ თავიანთი თანამებრძოლები იყვნენ და თავიანთი აი კიდე ერთხელ გაჩვენებთ რა, ამ ძუკნას გაუქმებია გონია ეს Facebook-ის გვერდი. აი ელემენტარულს დააკვირდით რა. ეს ნინო ეჯღარკავა, რომელიც თავის დროზე
სასო გოგაშვილზე და ამ მთელ სანაძირლეთზე წერდა რომ რა შეიძლება ბატონო ბიძინა უფრო ახლოს დაიყენეთო მე ამას ვენაცვალება ამნაირი ადამიანისა დაო და როგორც კი დაიჭირეს ნაბოზარიო გოგაშვილიო და იმ წუთში ლანძღვაგინება დაუწყო და თახსირი დაუწყო აი ეს ხალხი არიან აი გაჩვენებთ კიდე უარეს გაჩვენებთ რა ესეც ერთ-ერთი ჩემი თანაქალაქელი არის ალბათ გამправებელი ქოცი რომელიც თავის გუშინდელ თანამებრძოლს რომელთანაც ერთმანეთის სიამტკბილობა ჰქონდათ და იმან ღარიბაშვილზე გააგრძელა მხარდაჭერა ასე რომ ვთქვათ ნახეთ რა სიტყვებით მიმართავს ნახეთ ქალს სოციალურ ქსელში რა სიტყვებით მიმართავს ღიად საჯაროდ და როგორ უძვრება უკანალში ბიძინა ივანიშვილს და დიტოია სამხარაძეს რომელი ხალხიც თურმე რომლებიც რო კითხო თავის დროზე ეწირებოდნენ იმას რა ქვია ბიძინა არაშვაშია ღარიბაშვილისნაირ ვაშკაცი კაცების არსებობას და თურმე აი ესეთი როგორი ხალხი იყვნენ და ამნაირები არიან და აი სინამდვილეში ესაა მათი რეალური სახე ამიტომ ესენი ყველაფერზე აი თუნდაც კიდე ერთ მომენტს გაჩვენებთ რა ვიცი თუ კი მოხერხდა ერთი წამით ხო აი ისევ ეს კახპას უნდა დაუბრუნდე როგორ ეუბნებოდა ნუ კათამაზაშვილისგან ვისწავლე ყველაფერი უნდა შეუნდო ვაპატიო ასე ვქნა ისე ვქნა დღეს ტაშბანდურს უკრავენ რომ ის დაიჭირეს და თვითონ იყვნენ კარგად აი ეს ხალხი არიან ქოცები ამიტომ ამ ხალხიდან გუშინდელი ღალატი დღევანდელი ისევ ეს შერიგება არ უნდა გაგიკვირდეთ ხალხო არ უნდა გაგიკვირდეთ ამათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამათი ერთმანეთთან ჩხუბი ეს არის ჩვეულებრივი აი ოჯახშიო ცოლ-ქმარ შორის მომხდარი ჩხუბიო გიჟო მართალი ეგონა ეს წაიკინკლავებენ რაღაცაზე ქმარი ცოლს არ მიცემს იმდენ ფულს რამდენიცაა საჭირო მე ცოლი დაწყებლის დაკრულავს აქეთ იქეთ და მე ისევ ღამე ლოგინში ექნებათ კოჰაბიტაცია და გააგრძელებენ ცხოვრებას არ ვიცი შემოძმა ახლა მე არც მარიამ ქრივიშვილი ვიცი ვინ სიკვდილი არის სიმართლე გითხრა და კობახიძეს დიდი ხანი რო არ უწერია და საერთოდ ამათ რო არ უწერია დიდი ხანი ხო ამას ეს 2x2-4-ია იმიტომ რომ აქ ასე ხდება რა შენ უნდა შეგეძლოს ღალატი შენ თუ ხარ იუდა შენ თუ შეგიძლია იუდას გზაზე სიარული არა პრობლემა კაცო არის შენი ადგილი იმიტომ რომ გაგზრდიან ისეთ მოღალატეეთ რომელიც აი დღეს ერთად სვამთ, ერთად ჭამთ, ერთად ცხოვრობთ და მერე მეორე დღეს ადგები და პარტიის გამო შენიანი უნდა გაწირო. აი თუ გაწირავ შეგხედავენ გაწირვა თუ შეგიძლია დაგაწინაურებენ, მერე კიდე გაგაწირიებენ ვიღაცას, მერე კიდე გაგაწირიებენ და ბოლოში ახლა თუ ზევით თუ გინდა ასვლა აბსოლუტურად ყველა შენი მეგობარი უნდა გაწირო და უნდა თქვა რომ აი ღმერთმა დალოცოს ბატონო ბიძინა. აი ეს არის ამათი ფენომენი ზოგადად და ხო ეკონომიკის მინისტრი ისია მაგია ხა ეკონომიკის მინისტრი არ ვიცი ჩემოძმაო თუ ჩემოდაო არ ვინახარ მაგ კედლის მიღვა რო გიწერია როგორც ახლა მე ვარ იაპონიის იმპერატორი ისე იკითხება მაგას ახლა ქვეყანაში ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა როგორც მე მეკითხება მაგრამ რა ვიცი ახლა დაბრუნდა ახლა ისეთი პერიოდი ალბათ ეთყობა როგორც თავის დროზე ვერაკ ქობალია იყო ეკონომიკის მინისტრი და როგორც ვერაკ ქობალია აგრძელებდა იმას რა ქვია აყვავებდა საქართველოს ეკონომიკურ მდგრად განვითარებას და ასე შემდეგ ეთყობა მასე არის ახლა ეს ვაჟბატონი თუ ქალბატონი თუ რა ვიცი რა გითხრა რა ეს მიიღო საზოგადოებამ არაფერი არ ხდება ჩემოძმაო ესენი გუშინ ერთად სვამენ ჭამენ და თუ შეგიძლია ღალატი მაშინ ხარ მაგარი ადამიანი რა დღევანდელ აი ჩათალახობა და ნაბოზრობა დღევანდელი ქართული ეგრეთ წოდებული პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილია შეგიძლია გააკეთებ კი ბატონო იქნები გუშინ ახლა ამ გახარიაზე მიკვირს საინტერესო ფენომენი იყო ისე ჯერ იყო და მთელი ეს ქოც ბოზები ტრაქში უძრებოდნენ ვაიმე გახარია ჩემი პრემიერია მთელი ეს განსაკუთრებით ეს
იმიგრაციაში გადაყრილი ეს ქალები რო იყვნენ, ტრაკი რო გუშინ დაბანენ ვიღაცა ბერძენს და იტალიას და ჩართავდნენ ვიდეოს და გახარია ჩემი პრემიერია, შენ შედედამოწყნულო წლებია გადახვეწილი ხარ, პამპერსის მეტი და გარშოკის მეტი არაფერი გინახია და გახარიას კმაყოფილი ხარ, მე არ ვიცი, ამერი დებილისტანისა და კიდე ერთი, მაგრამ კაი დავანებოთ ახლა ამათ თავი ხო? იგივე ნოია ჟღარკავები და ეგენი და მთელი ქოცობა ტრაკში უძრებოდა ამას, რომ გახარია ბიჭო და უგროვდა გახარიას ავტორიტეტი და ჩათვალა ეთყობა სეთურმა, რომ ეგი არ შეიძლება ასე და ამიტომ გახარიას მოაწერიეს ხელი ასე ვითომ მოღალატის სტატუსის აღებაზე და საჭირო მომენტში თანამშრომლობაზე და უთხრეს წადიო ახლა უშენო და მე მეორე დღეს გახარია გახდა ცუდი. და წავიდა კონცერტი, ლანძღვა, გინება, ასე ისე. საქმეზე რომ მიდგება გახარია პირველი გამправებელია ამათი. გახარია ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შედის, გახარია ამ არალეგიტიმურ არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას და საერთო ჯამში ყველაფერს უკეთებს გოცებს, ყველაფერს უправებს გოცებს. ეხლა გუშინდელი თვალთხარია მინისტრი, აქეთ მხარეს, აქეთ ფლანგზე რა იყო, გუშინდელი თვალთხარია მინისტრი და სისხლიანი გავრილოვის ღამის ავტორი უცებ გახდა, ვიცი, ოპოზიციონერი და რა ვიცი, პოლიტიკური კავშირების შეკრეს და ასე შემდეგ და ინგა გრიგოლიასთან ყოველ დღე იყო იმაში და გახარიასნაირი ადამიანი ვინაო. ახლა ალბათ ისევ ეს დაგმობენ, აქეთ ამ მხარე გახარიას, იქეთ ამ მხარეც გახარიას და გახარია დარჩება მის გუნდთან ერთად არალეგიტიმურ პარლამენტში ლეგიტიმური წევრებით. ასე იქნება იქ. ასე მოხდება ეს. ეს არის გულის ამრევი, ეს არის ამაზრზენი. არ უნდა იცით ამ ქვეყანას არ ჭირდება არც მტერი, არც დამპყრობელი, არც არავინ, იმიტომ რომ ეს ხალხი ერთმანეთს შეჭამს, ეს ხალხი ერთმანეთს გაანადგურებს და ჯანდაბად თვითონ უჭამიათ ერთმანეთი, როცა საქმეზე მიდგება, მაგრამ ცხოვრების წესს და საზოგადოებრივ წესს ამკვიდრებენ ისეც, რომ თურმე ეს არის თურმე პოლიტიკა, არ არის ეს პოლიტიკა ხალხო. ეს არის ნაბოზრობა, ეს არის დედამოტყნულობა, ეს არის ჩათალახობა, ეს არის ვირთხობა. იმ კაცის დედაშევეცი ვინც იყიდება და იმ კაცის დედაშევეცი კიდე ვინც ყიდულობს ადამიანებს რა. იმიტომ რომ არც გამყიდველი და არც მყიდველი ადამიანი არაა და ისინი არ მოუტანენ ქვეყანას არაფერ კარგს. ეგა. ხო არ ვიცი ქალბატონო, არ ვიცი, ვერ გეტყვით, შეიძლება ეგეც სცენარი იყოს. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ბიძინას ზოოპარკში საერთოდ ესეთი ჭრელი ზებრების სიმრავლე არის და ძალიან ჭრელი არის ეს პოლიტიკური კლასი. უცებ გადმოვლიან მერი აქეთ, იმიტომ რომ თვითონ ბიძინა არის ღალატის ანატომია და იმიტომ რა. იმიტომ რომ თვითონ ბიძინა იყო, რომელმაც შექმნა ეს სააკაშვილი და მისი ბანდა და აჯიჯგნია საქართველოს, მერე მოვიდა მოათრია და გადაეფარა კოჰაბიტაციაში და ახლა დაუსჯელად გაუშვა საბოლოოდ და დაიბანა ხელები ამ ყველაფრით. მე ამდენი მოღალატის აზროვნება და ჩათლახობა, ესე კაი ნათქვამია, იცი, ღალატი პირველადაა ოძნელიო თუ არა, მერე კაი სარფიანი საქმე არის. რა ჩაიდინა, ბიჭო, რომ ელაპარაკებით, ერთი ეს გახარიამ რა ჩაიდინაო და გახარიამ, ერთი გამეცით პასუხი, ვინ ჩემი ფეხები არის გახარი? ვინ ჩემი სირი არის გახარია 2016 წლამდე? სად ეგდო? ეგდო იმ რუსეთში კაი სვამდა, კაი სჭამდა, კაი ფული ქონდა, პასპორტიც რუსული ქონდა და გულაობდა და კარგად იყო. მოვიდა საქართველოში და უცებ ხან მე მინისტრი გახდა, პრემიერ-მინისტრი გახდა და მე ახლა ოპოზიციონერი გახდა და ესე შენ ვინა ერთი რა უკეთებია? რა უკეთებია ერთი რა დამსახურებაა გერის და ქვეყნის მიმართ, მაგის დედაშევეცი მაგისას. რა აქ 20 მილიონიანი მარტო დაჩაა გაგერ საფრანგეთში ნაყიდი. ხა შენი ფული, ჩემი ფულით, ხალხის ფულით და რა დააშავა და მთელი კოვიდ ფაშიზმის პერიოდი და მთელი 1000 სიბინძურე აბა ვისკისერზე იყო. ახლა დაავიწყდათ კოცებს. ეხლა კოცებს დაავიწყდათ ჩორჩანას ეპიზოდი. ეხლა ჩორჩანას ეპიზოდის გამო მოღალატი აღარაა, შეიძლება გახარია. ეს უთავმოყარეო უსინდისო ხალხი, ბიჭო, დღეში მაინც რამდენჯერ ყიდით ამ თქვენ ქვეყანას. აი ღირსებას, კაცობას, ადამიანობას, ხო კაი ჯანდაბას მოგიტყანთ პატრონი, რაც ახართ ხართ, მაგრამ ამ თქვენ ქვეყანას რამდენჯერ ყიდით.
აი კოცებს გეკითხებით, ახლა ჩორჩანას ეპიზოდი და საქართველოს მიწის გამყიდველი ჩათალახი ნაძირალა გახარია პარლამენტში უნდა დაისვათ და კანონები უნდა მიიღოთ ერთად. მე გამოხვალ და იტყვით, რომ რატო გვაგინებო რა? რატო თან უკვე რატო მაგინებთ? რაში ვარო საქმე ვარ? კოცი ვარ და რატო ვარო საგინებელი? საგინებელი ხარ, აბა რა ხარ, შენი დებილი დედა შევეცი. გუშინ რო კაც უძახოდი მოღალატეს და გუშინ რო კაც ეუბნებოდი რომ ამდენი 10,000 ჰექტარი მიწაო თუ 11,000 ჰექტარი მიწა დამიკარგეო და დღეს პოლიტიკოს უძახი და პარტიაში უშვებ. და პარლამენტში უშვებ. და ბრალს არ უყენებ. აბა რა ხარ ახლა და მიმტკიცებ რომ შენ გიყვარს ქვეყანა? როდესაც გეუბნებით არ წახვიდეთ ამარჩევნებზე არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ცირკში. არა, მაინც უნდა წავიდეო, კაცო, უპატრონოთ ადარჩეს ქვეყანა. აი მჭკვაზე არის ახლა ის ოჩოპინტრე და დანარჩენები თქვენ გკითხოთ კიდე ქვეყნის ბედი აირჩევთ თუ არ აირჩევთ თქვენ არჩეულზე და თქვენ დანიშნულზე გააგრძელებენ ცხოვრებას. აი რა ხალხო. მოიშვით რა იდიოტიზმებს რა. აი ეგ იყო უბრალოდ მე ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა ადრე თუ გვიან, არ და ერთი წელიწადი დაჭირდა რა. ახლა უკვე ლეგიტიმური გახდება პარლამენტი, ერთზე მეტი პარტიაა პარლამენტში და გემრიელად მიდის ცხოვრება და ახლა უფრო აზრი აქვს. ახლა უფრო აზრი აქვს უკვე ცხოვრებას. ვინ იყო გახარია? ყოფილი კოცი. ვინ შევიდა პარლამენტში? ყოფილი კოცი. მიევიცი. ხო, და გახარია არის ბიძინა ივანიშვილის დაუძინებელი მტერი და რეალური ოპოზიცია რა. ალბათ ახლა ისევე ალაპარაკდებიან, რომ სისხლიანი მინისტრი და თვალთხარია მინისტრი და ეს დებილი ხალხი პირს დააღებს და კიდე დაუწყებს ამ ყველაფერს ყურებას. რომელი არა ქალბატონო ნაძირალა გახარია რომ ნაძირალა და ჩათლახი და ვირთხა არის კი ბატონო გეთანხმება რომელი არა ერთ ნაძირა რომელი არის კაი კაცი რომელი არის პრინციპული ადამიანი რომელია თია წულუკიანი არის პრინციპული ადამიანი გუშინთი რომ გერმანიის ელჩის ტრაქში ხონდა თავი შეყოფილი თქვენ როგორ ამბობთ გერმანიამ რომელმაც ჩვენ კანონები გვითარგმნა როგორ დაგვეხმარა თქვენ გერმანიაზე და გერმანიის ელჩისეც როგორ კადრულობთ და მეორე დღეს რო შემოbrunდათ გერმანიის ელჩი თურმე გლახათ იქცევა და თურმე ერევა ქვეყნის საქმეში ეგ არის? ეგაა ხალხი? ესენი არიან თქვენ ამას პოლიტიკოსებს ეძახით? მართალი იყო შარლ დე გოლი. დაუშვებელია დაბალი დონის ადამიანების მოსვლა ხელისუფლების სათავეში ისინი სახელმწიფოს თავის დონემდე დაიყვანენ. ეს ხალხი ზის მის ქვეყანაში თუ ხდება ეს საერთოდ არ აქვს ამის განცდა უყურებენ როგორც ცირკს ჰიჰიჰიჰი ამ დროს ქვეყანას დედა ეთყნება და კაცშვილი არ იღებს ხმას და პასუხისმგებელი არავინ არა. არა მე გახარია მინდა მე ბიძინა მინდა მე მიშა მინდა მე ეს მინდა მე ის მინდა და ეს ვითომ სადღაც იმაში რა ქვია რეალიტი შოუებში ხდება სადღაც რა სადეყარენ ჩემოძმა უნდა დედიმისის ტყნაში ეყარენ ფულშოულობდნენ კაი გემრიელას სად იყვნენ სად იქნებოდნენ ეგ არის იყო ბიძინა ივანიშვილი შევარდნაძესთან ერთად ჩახუტებული მოსკოვში აი ფულებს შოულობდა და იმას რა ქვია მერე უგზავნიდა ხან რუსთაველის თეატრს არემონტებდა და ხან ბანკს ყიდულობდა და ხან სოფლის მეურნეობის სამინისტროს უგზავნიდა იმას რა ქვია ტრაქტორებს და ამას და იმას და აფირისტობდნენ და ჩათლახობდნენ ერთად გახარიასგან არ ელოდით ძალიან ცუდია ქალბატონო ძალიან ცუდია რომ არ ელოდებოდით და ძალიან ცუდი არის რომ თქვენ გონიათ რომ არსებობს დღევანდელ იმაში რა ქვია პოლიტიკაში ისეთი ადამიანები რომელთაგანაც რაღაცა არსებობდეს ისეთი არ უნდა ელოდო. არიან ეს პოლიტიკოსები. ყველა ერთი ჩვეულებრივი ჩათლახები არიან, სხვათა შორის იმასაც გეტყვით, ამომრჩეველიც არაა პატიოსანი, ვინც მაგათ მხარდასაჭერად მიდის. ამომრჩეველიც არაა პატიოსანი. თავს რო დებს ხალხი, რო ქართველობაზე და ადამიანობაზე და ღირსებაზე. წაით ეგ გირჩი მესამე პოლიტიკური ძალაა ჩამოყალიბებული. შარვლის ჩამხდელი, ნარკომანი, დეზერტირი, გათახსირე გასაბერი ეკლესიების პატრონი, აი მესამე ადგილზეა და იმას რა ქვია 100,000 მოწამის ქვეყანა 60,000 გირჩელი ყავს ახლა. რატო გონიათ რომ ხალხი ამეთი პატიოსანი? მას არის აბსოლუტურად გაჩათლახებული და გადაგვარებული. ამ ფეხებზე მკიდია.
არის რაღაცა მცირე ნაწილი დარჩენილი საზოგადოებაში, ვისაც მართლა ერში, რომელსაც მართლა ტკივა გული. როგორ უნდა გითხრა ხალბატონო, რა სისულელეს მეკითხებით, ეხლა პატიოსანი პოლიტიკოსი ვინა, ვის ხედავთ თქვენ პატიოსან პოლიტიკოსს? პატიოსანი პოლიტიკოსების ხანა დასრულდა, დამთავრდა. შარაძის მკვლელობით დამთავრდა პატიოსანი პოლიტიკოსების ერა საქართველოში. ის მე პოლიტიკაში თქვენ რომელია პატიოსანი? ვის ხედავთ თქვენ პატიოსნებს? ვის ხედავთ? ვის აქვს ღირსება, ვის აქვს ინდისი, ვის აქვს ნამუსი? ვის ხედავთ ძველს თუ ახალს? აი ეს გრეჩხები იყვნენ პატიოსნები, ამდენი ხალხი რო შეკრიბეს და ამდენი ხალხის გამო რო ფული იშოვეს, მილიონი ჩაიდეს ჯიბეში და ევაჭრეს იმას. ხაინდრავას ხედავთ, სალომე ზურაბიშვილს ხედავთ, ვინც მაშინ იყვნენ ოპოზიციონერები. ბერძენიშვილებს ხედავთ, თუ ვის ხედავთ, გუბაზას ხედავთ, მისი უჯიშოშვილით? ვის ხედავთ, ვინ გითხრათ, სადაა პატიოსანი და პატიოსანს თავი დაანებეთ, კაცო, პოლიტიკოს თავისი ისა აქვს, რა ქვია და საერთოდ პოლიტიკა არის მეცნიერება. ეს არ არის ისა, რა ქვია, ჭორბიუროს თემა, როგორცაა საქართველოში მიღებული. პოლიტიკა შემოკარგებო არის მეცნიერება, სადაც არის ჩართული აბსოლუტურად ყველა სფერო. და მეტნაკლებად ყველა სფერო უნდა გესმოდეს და არა ჭორაობა, ამან ისქნა, იმან ისქნა და ამან იმას შეუყო და ამან იმას გამოიღეს და პოლიტიკანობა და ჭორაობა. საქართველოში პოლიტიკის კეთება არავის არ შეუძლია. ესეთ ნაგავი ხალხის ხელშია და ამ ნაგავი ხალხიდან ელოდებით თქვენ სიკეთეს. ელოდეთ, კაცო. ელოდეთ. ადამიანი ერთხელ რომ მოგატყუებს, ისა უნამუსო, მეორედ იგივე ადამიანი რო გატყუებსო, უკვე ნაწილდებაო, უნამუსობა და უსინდისობაო, იმიტომ იცი რომ ის მატყუა არ არისო და ერთხელ მოგატყუაო და მე-13, მე-14, მე-15 და მე-10 და მე-15 რო გატყუილებს ადამიანი, ის კი არა უნამუსო ხარ შენ. უნამუსო ხარ შენ, რომ მიდიხარ, ან ერთი მიგაჩნია ადამიანს, ან მეორე მიგაჩნია, ან მესამე მიგაჩნია, ან მეოთხე მიგაჩნია და ანდობ ქვეყანას. პატიოსან პოლიტიკოსი არა, ასავა პრინციპული პოლიტიკოსი ვინა. პრინციპული პოლიტიკოსი ვინ არის? ვის ხედავთ თქვენ პრინციპულ პოლიტიკოსებს? ვის ხედავთ იდეის ხალხს? შევა, რატო არ შევა, გახარია ხალხი შევა 10,000-ზე მეტი არის ხელფასები და პარტიას დაფინანსება ჭირდებათ და ფული ჭირდებათ და მთელი 1000 ამბები ჭირდებათ, კაცო და ახლა უპატრონოდ ხარ მიატოვებენ ქვეყანას. გამოსავალი ქალბატონო იმაში არის, თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, შემოვერთით ქართველთა დიდ გაერთიანებას და მიიღეთ უანგაროთ თქვენი სამშობლოს სიკეთეში მონაწილეობა და ახლა მეც ვერ გეტყვით ვერაფერს. დღეს საღამოს გვექნება YouTube-ის არხის ტრანსლაციაზე ეგ ყველაფერი. ვისაც გაინტერესებთ. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ სამწუხაროდ, ისე ჩემ და სამწუხაროდ ნეტა ასე არ ხდებოდეს. რაც მე ვთქვი, და დღეს სხვათა შორის ავტვირთე ჩემ გვერდზე მაგ ვიდეო, რაც მე ვთქვი, მაშინ ის ახდა. არ ვიცოდი ახლა ზუსტად დრო და თარიღი, მე იმას გეტყოდენ, შენ ეს თარიღი თქვი და ერთი წელი არ დაჭირდა ამ ყველაფერს, კი ერთი თლათ, ასე რომ ვთქვათ რა, ოქტომბრის თვეში, აი ზუსტად ერთი წლის თავზე შერიხინდნენ და გაგრძელდება ლეგიტიმური ცხოვრება და ბარეული რო არ შევიდა, შეიძლება თითებს იჭამდნენ და იჭამენ ახლა იქ. არ ვიცი ქალბატონო, ვერ გეტყვით ვერაფერს, ვინ გაყიდა, ვინ რა გაყიდა, რანაირად გაყიდა. მე ვიცი რომ ეს ადამიანი იყო, რომელიც ბოლოს პრეზიდენტის სასახლის ყარაულში იდგა თვითონ პირადად. არ ვიცი ქალბატონო, თქვენი ნებაა და თქვენი არჩევანი არის, თუ მაგენი მიგაჩნიათ თქვენ პატიოსნებად, თუმცა ახლა რო დავიწყო ლაპარაკი, მე ისევე ჩხუბს დამიწყებენ, რატო და რანაირად მიგაჩნდეთ თქვენი საქმეა, კაცო. თუ საერთოდ დეპუტატი ამომრჩეველის სახი არისო და თუ თქვენ თვლით, რომ ეს ხალხი არიან პატიოსნები და მათი საქციელი პატიოსნებაში გადის, მოგიმართეთ რა იყოთ მე. რატო უნდა გეჩხუბოთ, კაცო, თქვენი საქმეა და თქვენ გჯეროდით. კარგი, დაგემშვიდობებით, შემოკარგებოდა ეს საღამოს თბილისის დრო 9 საათზე თუ ტექნიკური ხარვეზები არ გვექნება, ბატონ შალვა მაღრაძესთან გვექნება ვიდეო ტრანსლაცია, ოღონდ YouTube-ის არხზე.
ყველა პარტია წაუღია წყალს. პარტია არის ჩათლახების თავშესაღარი.